სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისთვის და ყველა წირვისთვის, რაც ის ძალასაც ღმერთი გვაძლევს. დღეს არის მენასაცხებლე დედათა კვირა. აღდგომიდან მესამე კვირა ყოველთვის არის მათთვის მიძღვნილი, მათი დღესასწაულია, მათი გახსენება არის და ჩვენ სახარება სწორედ მათ შესახებ წავიკითხეთ. როდესაც მაცხოვარი ჯვარზე გააკრეს და იოსებ არიმათიელმა და ნიკოდიმოსმა გარდამოხსნეს ჯვრიდან და დაასვენეს საფლავში, დიდი ლოდი მიაგორეს ზედ. შემდგომი დღე იყო შაბათი, რომელიც როგორც წესი მათი ჯულისა გაისვენეს, არ გააკეთეს არანაირი საქმე და ერთი სული აქვთ, რომ დადგეს ერთ შაბათად კვირა სახელიდება. უпростоრად თავდაპირველად ერთ შაბათი ერქვა. ერთ შაბათი, ორ შაბათი და ასე შემდეგ. სახარებაში არაერთხელ შევხვდებით ამას, რომ ერთ შაბათი ქვია. კვირა დაერქვა უფლის დღიდან გამომდინარე, კირიოს უფალს ნიშნავს. და რადგან კვირას აღდგა იესო ქრისტე, აქედან გამომდინარე, საუფლო დღე სწორედ არის კვირა და უქმე დღეც ქრისტიანეთათვის არის კვირა. დილით კვირა დღით ერთ შაბათ დილით მიდიან მენასაცხებლე დედები, რომ ემსახურონ მაცხოვარს უკვე როგორც გარდაცვლილს მათთვის. მათ ესეთი წმენა არ აქვთ ჯერ, რომ იციან, რომ ის მკვდრეთით აღდგეს. თუმცა მაცხოვარი ამას ესაუბრებოდა, მაგრამ მაშინ, როდესაც ის ესაუბრებოდა, ვერ ხვდებოდნენ. მაგრამ მკვდრეთით აღდგარი რომ იხილეს, მაშინ ახსენდებოდათ, რომ აი ამას ხო გვეუბნეოდა, ეს ხომ ასე ამბობდა, მერე ფიქრობენ ამაზე მოციქულები, რომ ამას ხო წინასწარ გვეუბნეოდა ჩვენ. ფიქრობენ ერთ რამეს, რომ ვინ გადაგვიგორებს იმ ლოდს, რომელიც საფლავის კარზეა მიგორებული. არადა, მხოლოდ მანდილოსნები მიდიან, მენასაცხებლე დედები მიდიან. მოაწვალებთ მაგ ბავშვს და ხალხსაც მოაწვალებთ, ცოტა ხანი მზეზე გაიყვანეთ. ეს მენასაცხებლე დედები იყვნენ ის ადამიანები, ვინც მაცხოვარს იმ 3 წელიწადნახევრის მანძილზე, რაც ის მოღვაწეობდა, ესე იგი, თან დაჰყვებოდნენ და ემსახურებოდნენ. და აი აქაც, როდესაც ყველა დამალულია შიშის გამო, იუდეველთა შიშის გამო, მენასაცხებლე დედები გაბედულად მიდიან და ერთადერთი საფიქრალი წარმოიდგინეთ, ისინი ყოველგვარი იმის მიუხედავად, რომ არსებობდა საშიშროება მათთვის, რომ ვინმეს რამე დაეშავებინა, ამის მიუხედავად ისინი მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რომ იქამდე როგორ შეაღწიონ, სადაც მათი საყვარელი მოძღვარია, რომ მას ემსახურონ. და ახლა შეხედეთ, იქ სადაც ადამიანური ძალებით ესენი ვერ შეძლებდნენ, რომ ლოდი გადაეგორებინათ, იქ ანგელოზმა გადააგორა ის ლოდი. იმ ლოდის გადაგორება უფალს კი არ ჭირდებოდა. უფალი ისედაც აღდგებოდა იმ ლოდის გარეშეც. მაგრამ იქ ანგელოზია და სადაც ადამიანური ძალები ილევა, იქ საღვთო ძალა არის შენს გვერდით, ესე იგი. ოღონ ეგისი არა, რომ შენ არაფერი არ გააკეთო და უფლის ძალაზე იყო დაიმედებული. არსებობს სინერგია ადამიანური ნების და ღვთაებრივი ნების თანხვედრა. ფრინველს ორი ღვთა აქვს, ესე იგი. ერთი არის ღვთის ნება და ერთი არის ადამიანის ნება. მარტო ერთი არ კმარა მარტო ის, რომ ღმერთს უნდა რომ შენ გაცხონეს. არამედ შენც უნდა გააკეთო რაღაც. არ კმარა მარტო ის, რომ ღმერთს უნდა რომ შენ სიკეთე აკეთო, სიკეთისკენ მიგიწვი, სიკეთეს აღძრავს ჩვენში. სურვილსაც, ამის შესაძლებლობასაც თვითონ გვაძლევს, მაგრამ სურვილსა და აი ამის გაკეთებას შორის ერთი რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი დგას, ეს ჩვენი არჩევანი.
სურვილი კი ჩნდება, რაღაც აზრი შემოდის ჩვენში, მაგრამ ჩვენ ამას გადავწყვეტ, რომ გავაკეთო თუ არა, ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული. იქ სადაც ადამიანური ძალები ილევა, იქ ღვთის ძალა ჩაერევა ხო. თუ ადამიანი საფრთხით რაღაცას აკეთებს და მენელსაწყებლე დედათა შორისაც ასე მოხდა ესე იგი. და როგორც სახარება გვამცნობს, პირველად სწორედ მარიამ მაგდალინელმა ნახა მკვდრეთი დაღვდგარი მაცხოვარი. თუმცა არსებობს საეკლესიო გარდამოცემა, რომელიც თანაბარ მნიშვნელოვანია წმინდა წერილთან ერთად. წმინდა წერილი და საღვთო გარდამოცემა. ჩვენ არ უნდა ვთქვათ, რომ ის რამით ნაკლულია. საღვთო გარდამოცემა, რომელიც ესე იგი ეკლესიამ მიიღო თავის წიაღში. არის რა თქმა უნდა ბევრი მცდარი რამ, ის არ მიიღო, მაგრამ ის რაც მიიღო გარდამოცემა, რაც თავის დროზე ზეპირად გადმოეცემოდა, მაგალითისთვის ვიტყვით, რომ გასაგები რო გახდეს. მაგალითად, პავლე მოციქული, რომელიღაც ქალაქში 1 წელი ცხოვრობდა. სადღაც 2 წელი, სადღაც 1 თვე, სადღაც 1 კვირა შეიძლება. ზოგს მისწერა წერილი, მაგალითად კორინთელებს მისწერა წერილი, გალატელებს მისწერა წერილი, კერძო პიროვნებებს მისწერა წერილი, თესალონიკში მისწერა, მაგრამ ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, ერთ წერილში განა რა უნდა აღეწერა ისეთი, რომ მთელი 2 წელი რო იქ რჩებოდა, მაშინ რომ ასწავლიდა. მაგრამ იქ რაც ასწავლა, მათ რომ შეკითხვები გაუჩნდათ მერე იმის იქით კიდე. და ამ შეკითხვებით მიმართეს პავლე მოციქულს, რომელიც უკვე იქ აღარ იყო მათთან, თორემ მათთან რო ყოფილიყო, შეეკითხებოდნენ და ისიც უპასუხებდა. და ეს ეპისტოლები საიდან წარმოიშვა, მე ამას ვამბობ. აი ეს ახალი აღთქმის კრებულში 27 ეპისტოლე არსებობს, ესე იგი და ამაზე ვამბობ სწორედ, 27 წიგნია, 26 ეპისტოლე და ამას ვამბობ, საიდან წარმოიშვა, რაღაც შეკითხვა რო ჩნდებოდა და მიმართავდნენ, სხვისი ხელით გაუგზავნიდნენ შეკითხვას. ისიც პასუხობდა ამ შეკითხვებს და უკან უგზავნიდა და ესე შემორჩა, ესე შევიდა შემდეგ ახალი აღთქმის კრებულში. მაგრამ ის რაც ზეპირად ასწავლა, იმას სწორედ გარდამოცემა ქვია და აი ამ პერიოდის განმავლობაში, ესე იგი ეს ყველაფერი რაც ზეპირად იყო ნათქვამი, იწერებოდა ხან წმინდა მამათა ცხოვრებაში, ხან მათ მარტვილობაში, ხან მათ ქადაგებაში. და სხვადასხვა გზით მოაღწია ჩვენამდე. და ეს გარდამოცემა ამბობს, რომ პირველად სწორედ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ნახა მკვდრეთი დაღვდგარი მაცხოვარი. ერთ-ერთი დასტური კიდევ არის, ჩვენ როდესაც წმინდა ანდრია კრიტელის კანონს ვასრულებთ ხოლმე დიდ მარხვაში, იქ წერია მაცხოვარი მიმართავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ ამხნევს ნუტირი, ანუ ეს ის პერიოდი, როდესაც მაცხოვარი ჯვარს ეცოდა ჯვრიდან გარდამოხსნეს და დედა ტირის თავისშვილს. და მაცხოვარი ამხნევს ნუტირიო, აუძგებიო და პირველად შენ გეჩვენებიო. იქ არის ესეთი სიტყვები თუ დაგვირვები. თუმცა სახარება ამბობს, რომ პირველად მარიამ მაგდალინას ეჩვენა მაცხოვარი და რომ შევიდნენ, იქ ვერაფერი ვერ ნახეს და ანგელოზი ეუბნება, რომ რატომ ეძებთო ცოცხალს მკვდართა შორისო. აღსდგაო, აღარ არის აქ. ისო გალილეაში შეგხვდებათო, წადითო მის მოწაფეებს უთხარითო. და ნახეთ, აქ საოცარი რამე წერია კიდე, რომ არ წერია, რომ წადით და მხოლოდ მის მოწაფეებს უთხარით, არამედ წერია უთხარით მის მოწაფეებს და პეტრეს, რომ გალილეაში შეხვდებიან იესო ქრისტეს. პეტრე მოციქულმა მანამდე 3-ჯერ ვერ უერთგულა უფალს. 3-ჯერ თქვა, რომ მე მას არ ვიცნობ. არა ვარო მისი მოწაფე. არადა ჩანს სახარებიდან, რომ პეტრე ყველაზე მეტად გულმხურვალეა, ყველაზე მეტად უყვარს უფალს. შეიძლება ესეც რო ითქვას. მაგრამ ადამიანური სიყვარული სადღაც ილევა, არ არის განუსაზღვრელი. და აი როდესაც მაცხოვარმა გალილეის კანაში, ქორწილში წყალი რომ ღვინოდ გარდაქმნა, ისიც მაგას მოასწავებს და ადასტურებს. როდესაც ოჯახი იქმნება, იქ თავიდან ადამიანური სიყვარული არსებობს.
მაგრამ ის ღვინო რაც მათ ჰქონდათ ოჯახში ის გამოელიათ და მოლოწმინდა ღვთისმშობელი ეუბნება მაცხოვარს ღვინო აღარა აქვთ და რა გინდაო ჩემგანო დედაკაცო არ დამდგარაო ჩემი ჟამი მიუხედავად იმისა რომ მაცხოვარი შეიძლება ითქვას არ აპირებდა იქ სასწაულის აღსრულებას დედის სიყვარულის გამო ეს მაინც გააკეთა და უთხრა რომ აი არის 6 ჭურჭელიო იქ ესე იგი ხელბანისთვის ჰქონდათ ხოლმე სანამ ისინი სუფრაზე დაჯდებოდნენ და ჩაასხითო მანდ წყალიო და შემდეგ გამოავსეთო და მიუტანეთო სუფრაზეო და აღმოაჩინეს რომ ის უფრო უკეთესი ღვინო იყო ვიდრე ის რომელიც თავდაპირველად ჰქონდა და სუფრის უფალი ამბობს რომ ყველა ადამიანიო ჯერო საუკეთესო ღვინოს მოიტანს ოჯახს ეუბნება და მერე იმას რაც უჯერესია ანუ რო შემოელევა კარგი სხვა რა გზა აქვს და ისიც მოაქვს რაც შემდეგ აქვს და თქვენო პირიქით გააკეთეთ ეს არა და თავის დროზე ხო საუკეთესოს მიიტანდნენ მაგრამ იმ საუკეთესოსაც კი აღემატებოდა ის რაც მაცხოვარმა წყალი რომ ღვინოთ გარდაქმნა და ის ღვინო რაც თავდაპირველად ოჯახში ჰქონდათ ის ადამიანური სიყვარული მაგრამ ის რომ ილევა თუ ქრისტე იქ არის ის თავის სიყვარულს გთავაზობს და ის არასოდეს არ გამოილევა და მაგრამ თუ ქრისტე არ არის ოჯახში მაშინ უკვე ერთმანეთის გაძლებაზეა არიან ადამიანები და სამწუხაროდ ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი ოჯახი ირღვევა ეს ისე რადგან სიტყვა მოიტანა პეტრე მოციქულს უყვარდა მაცხოვარი მაგრამ ვერ უერთგულა ბოლომდე ადამიანური სიყვარულია საერთოდ მაცხოვარი ეუბნება რომ სამჯერ უარმყოფ სანამ მამალი იყივლებს და ამიტომაც პეტრეს რომ არ ეგონოს რომ იქნებ მე აღარ მგულისხმობს მოციქულებში იმიტომ რომ მე თვითონ ვთქვი რომ არა ვარ მისი მოწაფე მე ვერ უერთგულე და იქნებ ანგელოზი რომ მენასაცხებლე დედებს ეუბნება და ამას ახარებენ მოციქულებს იქნებ მე აღარა ვარ და რაღაც გულნაკრულობა ჰქონდეს ამიტომაც ღმერთმა ხო იცის ადამიანის გულის ფიქრები და ეუბნება პეტრე მოციქულებს და პეტრეს უთხარიო განსაკუთრებულად გამოყვანს პეტრე როდესაც მაცხოვარი და პეტრე მოციქული შეხვდნენ ეკითხება სიმონ იონაისო გიყვარმია უფრო ის ამათსა ანუ ამათზე მეტად გიყვარვა რომ იონას ძევ სიმონი ერქვა პეტრეს პეტრე მაცხოვარმა დაარქვა პეტროს კლდეს ნიშნავს როდესაც პეტრე მოციქულმა თქვა რომ შენ ხარ მიწაზე მოსული ღმერთის ძეო სწორედ მაშინ უწოდა რომ შენ ხარ კლდე და ამას კლდესაზე და აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას რა არის კლდე? კლდე არის ის რწმენა რომ ადამიანს წამს რომ იესო ქრისტე არის ღმერთის შვილი და თავად ღმერთი აი ამ რწმენაზე თქვა რომ ეს არის კლდე და პეტრე მოციქული პასუხობს რომ კიო უფალო მიყვარხარ ახლა წარმოიდგინეთ როგორი გამბედაობა უნდა ქონდეს და მართლაც როგორ უნდა გიყვარდეს რომ სამჯერ უღალატო და მერე უთხრა რომ კიო მიყვარხარ აი რაღაცა მორალური უფლება თუ შეიძლება ესე ვთქვათ ხო უნდა გქონდეს რომ კიდე უთხრა მაგრამ შინაგანად ისეთია პეტრე მოციქული რომ არ ერიდება არაფერს და ამბობს რომ კი მიყვარხარ შეუძლებელია ადამიანს არ უყვარდეს და აქ გაბედოს რო თქვას მერე მეორეჯერ კითხავ სიმონ იონაისო გიყვარმია უფრო ის ამაც ან თან მარტო გიყვარვარ კი არა ამათზე მეტად კიო მიყვარხარ მესამეჯერ რომ კითხან წერია რომ პეტრე მოციქული შეწუხდა და ეუბნება რომ უფალო შენ ყოველი უწყი და ყოველი იცი რომ მიყვარხარ და მაცხოვარი სამივეჯერ პასუხობს რომ დამწყსე ცხოვარნი ჩემნი ანუ თუ გიყვარვარო ჩემი ცხვრები დამწყემსე ანუ იგულისხმებოდა ის ეკლესია ის სამწყსო რაც შემდგომ მათ ჩაებარებოდათ როგორც ფარა როგორც ცხვრის ფარა როგორც პირმეტყველი ცხვრის ფარა და მოციქულთა სიყვარული ქრისტესადმი გამოიხატებოდა თავის სამწყსოზე ზრუნვაში უბრალოდ თავისი კი არა ეს ქრისტეს სამწყსოა ისე როგორც დღეს თითოეული ჩვენთაგანი ქრისტეს სამწყსო ვართ და დღესაც სასულიერო პირის სიყვარული ქრისტესადმი გამოიხატება
თავის სამწყსოზე ზრუნვაში და აი დღევანდელ სამოციქულოში ნახეთ რა ეწერა. როდესაც პირველ ქრისტიანთა ცხოვრების წესი ასეთი იყო, რომ ყველაფერი საერთო ჰქონდათ. არავინ არ ამბობდა, როგორც დღეს არის, ეს ჩემია, ეს ჩემია, ეს ჩემია და შენ არაფერს გაგიყოფდა, შენ რატომ უნდა მოგცე, იმიტომ რომ ეს მე მოვიპოვე და ასე შემდეგ. იქ ყველაფერი საერთო ჰქონდათ და როგორც ჩანს, ესე იგი ასე ხდებოდა, რომ მიუტანდნენ მოციქულებს და მოციქულები უნაწილებდნენ ყველას თუ ის რა საჭიროება ჰქონდა და მოხდა ისე, რომ გამრავლდა რიცხვი მოწაფეთა. და როგორც ჩანს, ეს 12 მოციქული ვეღარ აუდიოდა ამ ყველაფერს. და ბერძენთა ქვრივები, ანუ ელინები, ქრისტიანობაში მოსული ბერძნები, მათი ქვრივები, ესე იგი, წუხდნენ იმის გამო, რომ ჩვენ შივრები რჩებითო, ესე რო ვთქვათ, მოკლედ. ახლა პეტრე მოციქული ამბობს, რომ არ არისო სწორიო, რომ ღვთის სიტყვის ქადაგება დავტოვოთო და ტაბლებს, ანუ სუფრებს მოემსახუროთ. თუმცა ფიქრობენ, რომ არც ის არ არის სწორი, რომ ესენი შივრები დარჩნენ, მაგრამ აქ მსახურების უპირატესობა გამოკვეთეს, რომ ჯერ ის არის, რომ სულიერი ასწავლო და მერე ის რომ ხორციელად. განა მათ ხო არის ესე არ აკეთებდა, აი მაგალითად 5000 კაცი რო დააპყრა, ჯერ მათ უქადაგებდა ასწავლიდა, მერე მათი სნეულები განკურნა, მერე დააპყრა. ესე იყო. მართას და მარიამის სახში რომ მივიდა, განა არ აღნიშნა, რომ მარიამის საქციელი უკეთესი იყო, რომელიც იჯდა და ღვთის სიტყვას უსმენდა, ვიდრე მართასი, რომელიც ფუსფუსებდა რაღაც აკეთებდა. აქაც ესე მოციქულები ამას ფიქრობენ, თუმცა არც იმის დატოვება არ შეიძლებოდა. ამიტომაც რა ქნეს, თვითონ მათ უთხრეს, რომ გამოარჩიეთ თქვენგან 7 ადამიანი სავსე მადლით, სულიწმინდის მადლით. და მათაც გამოარჩიეს 7 ადამიანი, რომელთაც დიაკონები ეწოდათ. დიაკონია ბერძნულად მსახურებას ნიშნავს. ისინი მსახურობდნენ. მათი ერთ-ერთი მოვალეობა ეგეც იყო, რომ მათ სუფრებს უნდა მომსახურებოდნენ. მერე ამ დიაკონობამ სხვა მსახურების ფორმაც შეითვისა და სხვა შინაარსიც თავის დავაცხადა. ხოლო ისიც მამინდა, რომ პეტრე მოციქული და მოწაფეები ზრუნავდნენ უკვე თავის სამწყსოზე და ამაშიც გამოიხატებოდა მათი მხრიდან ქრისტეს სიყვარული. ზრუნავდნენ როგორც ხორციელად, ისე სულიერად. და თითოეული ჩვენთაგანი სიყვარული კი ქრისტესადმი გამოიხატება იმით, რომ ღვთის მცნება შეასრულა. თითქოს თვითონ ამბობს, ვისაც მე უყვარვარ, ჩემი მცნებები შეასრულა. და ის მენასაცხებლე დედები, რომლებიც ქრისტეს ემსახურებოდნენ, მარტო ისინი არ არიან მენასაცხებლე დედები. მაგალითად, აი თქვენ ახლა მოისმენთ, წმინდა მეფე თამარი ვახსენეთ ჩამონათვალში. მისი ხსენებაც არის ყოველთვის მაშინაც როდესაც მენასაცხებლე დედები იხსენიება. იმიტომ რომ ისიც მენასაცხებლე დედა იყო. მერე რა რომ საუკუნეები აშორებს. დღესაც არიან მენასაცხებლე დედები. დღესაც ვინც ცდილობს რომ ეკლესიას ემსახუროს, ცდილობს რომ ქრისტეს სიყვარულით შვილები აღზარდოს. ეცადოს რომ ესე იგი ქრისტეს მცნებებისამებრ იქცეოდეს ოჯახშიც, სამსახურშიც, გარეთაც, ყველგან, ესეც მენასაცხებლე დედა. იმიტომ რომ ქრისტეს მისტიური სხეულია ეკლესია. და ეკლესიისადმი მსახურება დღესაც არის ქრისტესადმი მსახურება. და დღესაც არიან მენასაცხებლე დედები და სწორედ ამ მენასაცხებლე დედების ვაჟკაცობამაც მოიტანა დღემდე ქრისტიანობა. იმიტომ რომ თუ დედა არ აღზრდიდა შვილებს, მაშინ ეს არ მოხდებოდა. თუ დედა იმ სულისკვეთებით არ აღზრდიდა შვილებს და ჩვენ ვიცით რომ უპირველესი ესე იგი შვილთა აღზრდის საქმეში სწორედ დედა არის. განა მამა არ არის, მაგრამ დიდი წილი მაინც დედაზე მოდის ამ მხრივ. ამიტომაც აი სწორედ ასეთმა მენასაცხებლე დედებმა მოიტანეს დღემდე ქართველთა შორის აი ეს რწმენა, აი ეს სიყვარული ქრისტესადმი, სამშობლოსადმი, ადამიანობისადმი, აი ესეთი სწორი დამოკიდებულება და რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ჩვენს ქვეყანაში ასეთი ახალგაზრდების, ასეთი დედების არსებობა, მით უფრო დიდხანს შეინარჩუნებს ჩვენი ქვეყანა ქრისტეს სიყვარულს, ესე იგი. და
შეინარჩუნებს რა ქრისტეს სიყვარულს, თავის თავსაც ამით შეინარჩუნებს. იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა სწორედ ქრისტეს სიყვარულმა მოიყვანა აქამდე, რომ ქრისტე უყვარდათ და არ იყვნენ მედროვეები, რა თქმა უნდა, თითოეულს ყველგან რაღაცა გამოერევა, სადაც 12 მოწაფეთა შორის ერთი გამოერია, რა გასაკვირია, მაგრამ აი ამ სულისკვეთება მოიტანა აქამდე. მერთმა ინებოს და ძალა მისცეს ჩვენს ახალგაზრდებს, რომ სწორედ მენასაცხებლე დედებისათვის მიებაძოთ, აი ჩვენს გოგონებს, ვაჟებს მიებაძოთ მათ სიმამაცეში, ესე იგი, მენასაცხებლე დედებისათვის და სწორედ ეგ არის ჩვენი გადამრჩენება. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ერთმა მრავალს დაგასწრო.